გამარჯობათ. დღეს ვისაუბრებ ჯგუფ Deep Purple-ზე. საუბარი 1968 წელზე, იმიტომ 1968 წელს, იმიტომ ვახსენებ, რომ ეს არის ჯგუფის შექმნის თარიღი. 1968 წელს მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენში, ძალიან ცნობილ დარბაზში, Roundabout-ში ჩაატარეს ზუსტად 11 კონცერტი, ჯონ ლორდმა გადაწყვიტა საბოლოოდ ჯგუფისთვის დაერქმიათ სახელიც. იყო ასეთი ვარიანტები, შემოთავაზებული ჯონ ლორდის, იან პეისის, ნიკ სიმპერის და როდ ევანსის და რიჩი ბლეკმორის მიერ, როგორიც იყო მაგალითად Fire, როგორც იყო Orpheus, როგორც იყო Concrete Gods და საბოლოოდ გაიმარჯვა რიჩი ბლეკმორის შემოთავაზებულმა ვერსიამ. საუბარია სიტყვა Deep Purple-ზე, რაც ნიშნავს თარგმანში ღრმად მეწამულს. ეს გახლავთ 1957 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩაწერილი Bing Crosby-ს მიერ ძალიან ცნობილი ბალადა, რომელიც იმით იყო ცნობილი, რომ რიჩი ბლეკმორის ბებია უსმენდა ძალიან ხშირად.